სულ მეძება და სულ მომთქნარებს. ანუ, ხო ბუნებრივი არის, რა არის? ხო ხანდახან მესმის მე სხვების იცი რა არის, ალბათ ხო ალბათ არ არის ხანდახან კარგი მოსასმენი ის, რომ იწერენ ხოლმე, რომ სელი აუ შენ გვიყვარ ხარ მარტო და აუ შენ ხარ საუკეთესო და რაღაცა. მესმის რომ სხვები შეიძლება ამ ყველაფერზე გაბრაზდნენ. მე სულ ყოველთვის ვამბობ, რომ მე არა ვარ საუკეთესო და არიან ჩემზე უკეთესები და უკეთესი არ დაილევა. მაგრამ როგორც ჩანს ბრაზდებიან. რაიმე, სულ გადმოყრილი როგორ უნდა გქონდეს ეს ჯიქნები. დრამაზად ხლაინერი რატო გისწია დო? ჩემო კარგო, ჩვენ ოჯახის ქალები ლაინერს არ ვისმევთ. რატო წაიწყე დო? მოდი ერთხელ ქუჩის ქალების ის რა ქვია. ვაი არა, ცუდად არ გამიგო, შენზე კი არ ვამბობ. არა, რასა. იყავი ახლა გუში მთელი ღამე ქუჩაში, კაბინეტში, მაგრამ მე ხო იცი დაო. პირდაპირ შუა ლაივში ეწევი უკვე? ოჯახის ქალებზე დაშვებულია. მეგობრებო, ვაიმე გასამაგება ხალხო. გიორგი, ვაიმე ხასიას ნუ რავი, ხო ალბათ მე ენერგია არ მაქვს ჩადებული ჩემს კონტენტში, ვიდეოებში, ხო და რა ვიცი, ალბათ ხო. რა არ გაქვს ჩადებული? ცოტა ენერგია. მადლობა ხათუნა. აბა დავალაიქოთ მეგობრებო, გასამაგება ხალხო. მეგობრებო, აბა ოჯახის ქალი ვეთამაშები, სუბუქი ყოფაქსევის გვაი. ჩილუხას. აი, მეგობრებო, როგორი სუბუქი. ილიანა, მადლობა დო. მადლობა ხათუნა. გადამარტყით ხალხო, რაც უდიდესი. მეგობრებო, დამადეთ რამე სახეზე, ან სპილო, ან ალექსი ძალიან დიდი მადლობა ლაიქებისთვის, ილიანა ძალიან ლომი მაგალითად. მე რამდენი ხანია ჩემ ლაივში ლომს არ შემოუღრია. არა, ანუ რამდენი ხანია არ შემოუღრიალები? მეგობრებო, დავალაიქეთ. აღრიალა წლების ერთი წლის წინ მოდიში. გოგო, ის რაღაცა ფონდს რო აკეთებდით თუ რაღაცა აღარ ხარ? საღამოს 9-ზე. საღამოს 9-ზე. მეგობრებო, საღამოს 9-ზე გადადით მადლობა ლაივში და მადლობა ხალხო. დაწკიბულით ვერ ვწერ. რას ვერ წერ იოანე? მეგობრებო, ორი ვარდი გჭირდება კიდე მეგობრებო, იოანე გამოიწერეთ, იოანე ჯაფარიძე, ხელი შევუწყოთ ამ ადამიანს, უნდა რომ გახდეს ინფლუენსერი. რომელიც გააკეთებს გათამაშებებს. მადლობა მაიკო, მადლობა ოთარიკო. ვაიმე, მე ვერ შემევსო. აი, მე არა უშავს, რატოს გულკერდი გაქვს დაუშევსებული. მეგობრებო, გამოიწერეთ იოანე, ვინა იოანე ჯაფარიძეო. გამოიწერეთ. აი, გულები რო დაწერა, მეგობრებო, გამოიწერეთ იოანე, ხელი შეუწყოთ ახალი ვარსკვლავის დაბადებას. ვაიმე, მეგობრებო, გულგა ყველა ბექა. ვაიმე, ბუშინი ისეთი კაი ბიჭი გავიცანი ბექა. ვაიმე, საყვარელი გამოხდა, რა გაჩუქა. მადლობა ხათუნა. არაფერი არ დაიწყება. მეც რამასაც ხარ დაუწყატკო. აბა ისეში ნაშიათებ კაც. არა, ძალიან საყვარელი ბიჭი იყო მართლა. მეცა ჭიპლარა გადავჭრიო. დავალაიქოთ მეგობრებო. მეგობრებო, დავალაიქოთ ოჯახის ქალი ვეთამაშები სუბუქი ყოფაქცევის ქალს. დავანახოთ პატიოსნების ზალა. ჩემი კლიენტები სად არიან კატა? მეგობრებო, დავანახოთ. გაიფში შახმა? ხმა ჩაგიწყდა გო? ანუ ხო ვიღაცა რეკავდა პროქსიმუქსმა ხო მოტყნა ტვინი. სელენა ჩაჩაბზე რა თქვი ვერ გავიგე კაცო, ბინა ბოზი. შეიდო, ყურში შეიდო, უკვე ტელეფონი ვეღარ ყოფნის, ყურში იდებს ხალხო, მიშალად.
ლუკა დავალაიქოთ ლუკა სასტრაფად მოდის ჩემი ხმა? ხო ყური გიჩანდა მთლიანად ყურის გისა მართლა? კე ლომს ვარ დაუღრიალებიათ ლომი ჩემთვის. ლომი არა მაგრამ კაი საფრთხე თაგვი იყო და გააცვა და გავიდა მადლობა გიო. ყურში ახალი არის ყურში ახალი რამე არისო ყურში მაქვს ოპერაცია გაკეთებული. აუ ისე მტკივნეული იყო ხო მე მეძინა ფისო ვერ გავიგე ვერაფერი. მადლობა ნათო. ეხა ყურში გესმის ხო კი ჩვეულები ვარ. აჰა ხალი მეგობრებო ოჯახის ქალი ვეთამაშები სუბუკი ყოფაქცევის ქალს. ხალო შენ 100 რაღაც ადამიანი გიყურებს და მე 6 136 მიყურებს 137. ხო და შენი 6 უფრო აქტიურობს მგონი. რაც აღარ უნდა გადმოყარო და აღარავის აღარ აინტერესებს მადლობა მართლა აღარ აინტერესებს და კაცებს უკვე აღარაფერი აღარ აინტერესებს. ნუ აი უყურე ეხა ტიპი რო დაჯდეს აი ჩემსაც რო ტიპი დაჯდეს რაღაცა დაკუნთული გაისება ახაურობა დაო საღა დარჩა კაცებს იქეთ ზურღას აინტერესებს ზუზუ ყველას ყლეუნდა. ერთხელ ჩემ მეგობარი და მოვიყვანა დავსა ტიტველი კაი კანზეა მართლა რამდენი შემოლენ რო იცოდე რაღაცა გასნანობდე რა გითხრა არ უნდა მომეჭრა ყველას ყლეუნდა ჩემო კარგო ფუჩური აღარავის აღარ უნდა ხელებრად ანუ ლაპარაკობდა რომ ყველას თავის ცხოვრება არ მაინტერესებს ანუ უბრალოდ ლაივში ვარ და ის და წეგან ქონდა ჩართული ლაივი და მეთქი დავამატე ვეთამაშები თუ არა აქ ადამიანს აგრესია და რაღაცა თქო რა ტრანსი ხარო მე ვთხარი კი ტრანსი ვარ თქო და გამიჩიშა ხალო ეგრევე რომელი ვიღაც სუქანი რო არის? არა ვიღაცა ის საფრანგეთიდან არის ვიღაც უი არა ხო კაი ის ხო ლალი ხო ბიჭი არის ხო ახლა რატო იცი იმიტომ რომ შეხედე რა შვებიან ხო თავენ და მე ეს ყლენაროდი რომელიც არის გადადიან და უწერენ ხვდები აი ტრანს როგორი თამაშები ტრანსა რა გინდა და ანუ მინუსდენში აგდებენ ხვდები ანუ გუშინ ის და შეიძლება გავლენის ქვეშ ექცევიან მაყურებლებს ხო ვიღაცა კაცი მყავდა გუში ჩართული შვილო ვერ გავიგე რა ხარ ტრანსი რას ნიშნავს და გამაგებინეო კაცმა ტრანსი არ იცოდა რას ნიშნავს სიტყვა და ისინი უწოდნენ კაცია კაცი არ არის აუ ის რა ქვია ჩემო კარგო არიციან კი არა დარწმუნებული ვარ ტრანსის ყლეს არიგდებენ პირიდან ცხოვრებაში ეხა ხო იცი კამერის წინ ვისაც როგორი გვინდა ისეთი ვიქნები მადლობა გამიჯერო ჩვენზე მეტი მოტყმული აქვს მაგაც ცნობებს მადლობა ემა მადლობა გიო გულში რო გიყვებოდი ტიპი ვცემე თქო ანუ ჯერ სადამ ვცემდი იქამდე თვალს მიკრავდა ეს რაღაცა კაცია რო ეკითხებოდა ჩემზე თვალს მიკრავდა და მეთქი გაიძია აქედან ნუ ზოგადად ეგრე იციან ნუ ეს რა ქვია საქართველოში რო ვიყავი ხოლმე ნახა ხო ყველა მიციქცი ვიყავი დასაქმებული და აი ბოლოს უკვე რომ მორჩებოდა ყველაფერი და რომ დაჯდებოდნენ და არ ყოფილა საჩემო ეს ყველაფერი ხო რა ვიცი ხუთწუთის წელს ვერ გაგდებიები პირიდან და მე თურმე არ ყოფილა საიმისო ეს რა ქვია ყლის დუდღნა მე ახსენდებოდათ რომ ეს ჰეტერო მამაკაცები იყო ეგ მართლა ნამდვილად და მე პირდაპირ ვეუბნებოდი ხოლმე ჩვენი წარელით ეს კაცამ გადავაგდეთ მაგის გაუწევს სართულით ვიშველეთ მეკოთუნა Bye, Gio. უყურებესი ბანო. აი, ხალხო მაინც ანუ ვიაქტიუროთ. მე ისე რა თქვია. დაგაგიქეთ ბიჭო. წინასე იყო ვიღაცა მყავდა ჩართული რაღაცა და ამას ვიცოდი რომ ძაცული ტიპი იყო და სპეციალურად ველაპარაკებოდი ინგლისურად და ხო და შეხედეო ტრანსიაო ეს მახინჯიო და რაღაცები და გუშინ არ შემოვიდა ხალ ლაივში
აიქენ გიშევეთ ოჰ რამდენი წინა იმდენია ადრე ნიშ და თან ორი ადამიანი მიყურებდა მაგის გამო შემოვიდა რამდენი წინა იმდენია ერთოსო მაგრამ ჩვენი ნათქვამი ხო ხალხს არ ჯერა გონიათ თუ რაღაცებს ვიგონებთ ხოლმე ამ კაცებს არა და ზუსტად უდება მოგონება ქალ რაც არის იმას გეუბნები ნუ ყველაზე კი არ მაქვს ხა საუბარი რა თქმა უნდა მაგრამ აი ჩემი მეგობრებო აი რა ვიცი თუ ჩემ სიტყვას ერიდობით ერთი წამით გეტყვით რომ ყველაზე მეტი მაგინებელი და უარმყოფელი ტრანსგენდერი ქალების სინამდვილეში ყველაზე მეტი მოყვარული არის ტრანსგენდერი ქალების ამ შემიძლია თავი დავდო აი დიდი ხმლის ქვეშ ხვდები ისეთი სიმართლე არის ქალა რა თქმა უნდა ისეთ რავი ჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვს რაღაცა იცი რა არის რომ აი მაგალითად რომ აი ხო იცი უცხოხელი ის გემრიელი აუთ რაღაცა ხო იცი ხო აი ეგ არის ზუსტად რომ ანუ რაღაცა აი უცხოხელი როა და რაღაცა რომ უნდათ რომ გასინჯონ და რაღაცა და აი ძალიან რთულია მაგის მოპოვება და რაღაცა მე აი ხა უფრო აგრესია უჩნდებათ რომ აი რაღაცა რომ ვერ აკეთებენ იმას რის გაკეთებაც უნდათ რაღაცა აგრესია უჩნდებათ რომ აი რაღაც ვითომ კიდიათ არა და რეალურად უნდათ მიხდე და ეხა ჯერ ის რქია არავის არ ვეძებ ზოგადად კაცს საერთოდ არ ყველას გასტნია კარგი სტარტი მაგრამ უბრალოდ აი ხა რომ გელაპარაკები ხა ტრანსი რო ხარ რა აი ტრანსი რო ხარ რა ეხა მიკმენ გიკმენ ნუ ხო მაგრამ ხო იცი ხალხი როგორი არის ანუ მათხოვრებს იმაშებია რა ქვია მათხოვრებთან ერთად ზიან და ჩვენ ანუ რამე ანუ ღმერთს გეპიცები მართლა კრიმინალი ურჩევნია ქალს ყავდეს ის რქია შვილი ვიდრე ურჩევნი ანუ ზოგადად ანუ რაღაც მაგალითადაც არ მოვიყვან მაგრამ ზოგადად ურჩევნია რომ ყავდეს კრიმინალი მათხოვარი ნარკომანი აი ყველა უჯიშო ყავდეს შეუძლია რომ მაგრამ აი ტრანსი არ ანუ ყველას ვაშოროთ ღმერთს ანუ ხო ხდები ანუ რა დონეა ნუ იმიტომ რომ ესეთი იმიჯი აქვს შექმნილი ანუ ესეთი წარმოდგენა აქვს ჩვენზე ცუდი წარმოდგენა აქვს და ამას სჭირდება დრო იცი რა არის ჩვენი ცხოვრება გვაქვს კარგად გაგვიცნოს ხალხმა ხო მაგრამ ჩვენი ცხოვრება გვაქვს ანუ ჩვენ როგორც გინდა ისე ცხოვრობთ ვიღაცა ესა ლელა ბელა ხათუნა რა სიტყვის ჩვენზე ფეხებზე რო კიდია მაგის გამო უნდათ იმ ადამიანებსაც რომ დაგვიბრიან ცხოვრება მისდე თორე ხა ბოროტ ადამიანს ცხოვრებაც რო არ აქვს არც არაფერი რო არ აქვს და გდია LGBT ადამიანს გირჩევთ აიმაღლოთ IQ რომ უკეთ წაწიოთ წინ ამ საკითხში ეს განვითარებაა შემოკარგო ეხა შენ რო ტრანსგენდერი ქალების IQ კონდეს ფეიკი აკაუნტი კი არის მოძრავებდი ზუსტად აკაუნტი და მეორე ტრანსგენდერი ქალები ნუ გონიათ თქვენ ადვილი ლუკმა ჩვენ ადამიანები ვართ რომლებმაც მთელ სამყაროს დაუპირისპირდით ოჯახიდან დაწყებული მეზობლები ნათესავები სამყაროს დაუპირისპირდით ხვდებით მიუხედავად იმისა რომ კლავენ და გვცემენ მაინც არ გვეშინია და მაინც დავდივართ ჩვეულებრივად ქუჩებში ხო ვერავინ ვერ გაგვტეხა აქამდე და ვერც გაგვტეხავენ ვერასოდეს მაგას ვერ ეგუებით თქვენ ზუსტად მაგას ვერ ეგუებით რომ ჩვენ ვერ დაგვაშინეთ და ჩვენ მაინც ვედავთ ყოველთვის გამოჩენას და ყველაზე შიშრები და ყველაზე არაკაცები და ყველაზე არახალხი არიან ვინც არიან ლატენტურები რომ ურჩევნიათ რომ დედამისის კმაყოფაზე იცხოვრონ რაღაცა და ურჩევნიათ ჩუმად იტყნაურო რაკეთიკით ბოდიშით ამ სიტყვაზე და ანუ კაცსა და ქალად გაასაღონ თავი ანუ ჩვენ სიმართლეს ვიძახით რაც ვართ და როგორ ვართ და ის ლატენტური გეები თუ ლატენტური ლესბოსელები რა მნიშვნელობა აქვს ვინც არიან ლატენტური ადამიანები რო იმალებიან და ვითომ ღმერთის სიტყვით ლაპარაკობენ და საქართველოს დროშით ლაპარაკობენ ხო ანუ ეგ ადამიანები არიან ყველაზე დიდი პიდარასტები და ეხლა რამდენი ხართ აქ წარმოიდგინეთ თქვენი თავი ქალო შურთ ჩვენ რო ისა ვარ თავისუფლად როგორც გვინდა იმას ვაკეთებ
რას ვაკეთებ? ეხლა სელენას ხედავთ რამეს ცუც რო აკეთებს? მე ვხედავთ რომ ცუც რო ვაკეთებ რამეს? არაფერს ცუც არ ვაკეთებ, პირიქით აქეთ ეხლა სამსახურს ვეძებ. სამსახური მინდა დავიწყო, სელენაც აგერ დღე-დღეზე სამსახურს დაიწყე. შაბათს. ხო. გოგო ვერეგუებია, ხვდები? ის რას ჩვენ გაბედულობას ვერეგუებია. ანუ წარდებიან და არიციან როგორ მოგვიდგენ, რომ რაღაც თავი გვაგზნობიონ დამცირებულად. ხო. ეს რაღაც პიდარასტული ზამაშკები, ხო იცი? თუმცა მე არ მახსენდება LGBT ადამიანი, რომელიც შეფერთხილი არ არის. აი რა ახლა შეფერთხვა, იცი? აი ეგეთ შეფერთხილი მე არ ვიცი ვინმე იყოს. ძალიან შეფერთხილები, იმიტომ რომ ეს მოდის ბავშვობიდან. შეხედე რატო ჩვენ ბავშვობიდან გვიწევს ბევრი ფიქრი თვითგადარჩენაზე და მე ვიყალიბდება ეს რაღაც იმუნიტეტი, ზოგადად რაღაც თვითგადარჩენის. იმდენად ჭკვიანები შეიძლება ვიყოთ, რომ რავი, ანუ ნებისმიერ რამე პრობლემას გავართოთ ცხოვრებაში თავი. ხო, ეხლა მაგალითად სიტუაციაში გადავირჩინოთ თავი, ხვდებით? მე მაგალითად ჩემი წლის ასაკის ბავშვებს, ანუ ვერ იმაშვები, რა ქვია, ვერ ვუგებ ელემენტარული, იმიტომ რომ ანუ უკვე ანუ ჩემთვის არის ეგ ბავშვობა, რომ რაღაცა პაჭი-პუჭი რაღაცა, ეგ არის ჩემთვის ბავშვობა, მისდე? მინა კაცო. ზოგადად 30 წავა და მე არ მომაკითხება ჭკუა. ხადა, რავი, უბრალოდ ხალხი ვერიტანს და ჩვენი ცხოვრება გვაქვს. ნუ თავარი არის არ უნდა მოექცე მათი ზეგავლენის ქვეშ არასოდეს. რიც არ უნდა იყოს, თუნდაც ცუდი კომენტარი, ცუდი რაღაცები გითხან, არასოდეს არ უნდა მოექცე მათი ზეგავლენის ქვეშ. და არასოდეს არ უნდა იცხოვრო ისე, რომ მათმა მიგიღონ როგორც ნამდვილი ქალი, იმიტომ რომ არასოდეს არ მიგვიღებენ ჩვენ ნამდვილ ქალებად, არც გეები, არც ლესბოსელები, არც ჰეტეროები, არც ცისგენდერები, მხოლოდ ტრანსგენდერი ქალები თვლით ნამდვილ ქალებად ერთმანეთს. სიო, მორჩა, ამაში ვინმე არ შემედაოს. ხო, გეთახვები. ეხლა მაგალითად ის რო არის, აი ეს ჟარგონად რო იტყვიან, ფაიზახს ვიძახი. აი მაგალითად ეხლა აი ეს ტრანს გოგოებში სექს ვორკი რო არ იყოს, აი ჩვეულებრივად რო ჩვენც რომ მუშაობდეთ, ხო? ანუ და არანაირი ის არ ქონდეს სექს ვორკია რაღაცა. ანუ ტრანსები იქნებოდნენ ერთ-ერთი აიქონი ხალხი და ერთმანეთს როგორ უდგავართ გვერდში. ხა ტრანსი კაცები, ხო? ანუ ერთმანეთს ისე უდგანან გვერდში, ისე უდგანან, რომ აი მართლა შეგშურდეთ ნებისმიერს. აი მას ყოფილი არაფერი არ არის ამ დედამიწაზე, მე მგონი. ეს ყოფილი არ არის ნამდვილად. ეს გადაულიანო. ეთახმები ჩემო კარტო. ზოგადად ჩვენში არის პრობლემა, თვითონ ერში არის პრობლემა, ხვდები? ჩვენ ისე ვართ გაზრდილები, რომ ბავშვობიდანვე გვადარებდნენ სხვებზე. და ეს შედარებებიდან არის ეს ყველაფერი გამოწვეული, მეტი კი არაფრიდან, შედარებებიდან. იმიტომ რომ ძალიან ცუდი არის. წარმოიდგინე, ვიღაცა ამბობს სიტყვაზე, რომ აი მაგალითად ლენკა რა ლამაზი არის, დანარჩენები რატო არ ახათ ესეთი ლამაზები? დამოკიდებულებიდან მოდის ეს ერთმანეთის მიმართ ზიზღი და სიძულვი, იმიტომ რომ მეტი კი არაფერი. ხო, ეხლა მე მაგალითად აი ყველაზე მეტად ნანობრო ჩემი ძუძუ ანუ მკერდი რომ გავიკეთე, აი მაგაში მართლა ვიღაცა მართა იმანიპულაცია ჩემზე, რომ მკერდი გავიკეთე, თორე ჩემ პატარა მკერდი ისე ძალიან მომწონდა, რომ მეტი არაფერი, ანუ უბრალოდ მაგაში შევცდი, რომ მკერდი გავიკეთე. ხო, აი მაგალითად ვიღაცა სწავლობს, შენ არ სწავლობ, ავიღაც რაღაც გაკეთება შეუძლია, შენ ვერ აკეთებ, ვიღაცა შვილი მღერის, შენ ვერ მღერი და სულ ესე გვადარებენ ხოლმე მშობლები სხვა ბავშვებს, რომ შენ ვარგისი ხარ, ის კარგი არის და ესე დიდობაშიც, ანუ დიდობაშიც ეგრე ხდება, ხვდებით? ანუ დიდობაშიც კი გვადარებენ ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აყალიბებს იმ ზიზღს და შორს. ყველა შემთხვევაში არა, რა თქმა უნდა. ამიტომ არის რომ რა ჩემი შვილი ვინც არ უნდა იყოს
არასოდეს არ შევადარებს სხვა ბავშვებს, რა სისულელი არის. არა, ხანო. არასოდეს გამისკდეს მიწა და ჩავარდი შეგიფრო ჩემი შვილის გარდა სხვაზე ვთქვა, რომ ის უკეთესი არის, ვიდრე ჩემი შვილი და შენ უვარგისი ხარ უთხრა ჩემს შვილს. სისულ ეგეთ მშობელი ამოარტყა ტრაქში წიხლი და მოისროლო სახლიდან. ზუსტად. გამოკიდებულება მაქვს. ანუ უყურე აი პირველი არის მშობლის და სკოლის ახსნა ბავშვისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეგ. და მე ანუ ეს რო ქვია შენ თუ რავი ანუ ელემენტარული შენ ვერ ზრდი შენ შვილს და რაღაცა და ესეთი გამოვიდა შენ რო იძახე ხო ანუ მასეთი არ გამოვიდა შენი იმით დაინახა მიგდე? აჰა ძალიან კარგი შო. ფოტოშოპში ჩვენ ძალიან კარგი მეგობრობა ვიცით. ოღონ ვიცი რა გამოცდილებიდან გამომდინარე რაც მივიღე ცხოვრებაში ალბათ მაგის ბრალი არის ყველაფერი რომ რავი ანუ რომ მეგონა რომ ჩემი მეგობარი იყო 11 წელი და 13 წელი აღმოჩნდა რომ თუმცა ჩემი მეგობარი არ ყოფილა და ამ ყველაფრის მერე და მანამდეც იყო კიდე რაღაცები ან უკვე მიჭირს იცით რაღაც ანუ აი კარგი მეგობრობა აი რასაც თქვა მეგობრობა აი ერთად რო ხარ ერთმანეთს ყველაფერს უყვებით რაღაცა აი ეგ ძალიან მიჭირს უკვე მართლა არა იცი რა არის ზოგადად ცხოვრებაში არაფერი არ არის სამუდამო და მაგას უნდა მივხვდეთ ადამიანები მაგრამ ხშირად არ გვინდა ამ ყველაფერზე მიხვედრა უბრალოდ რავი ხომ ანუ უყურე წინაზე მყავდა ერთი ფსიქოლოგი და აი ფსიქოლოგითი პირდაპირ მითხრა რომ ანუ ქმარი მყავსო 13 წელია ერთად ვართო აი ძალიან კარგი ფსიქოლოგი არის მართლა ტელევიზიაში წიწვენ ხოლმე ხშირად ქმარი მყავსო 13 წელი ერთად ვართო რაღაცა და მე ფიქრობ რომ შეიძლება ხოლმე გათენდესო დღეო და ჩემი ქმარი უბრალოდ ან მე ავდგე და წავიდე ამ ურთიერთობიდან იმიტომ რომ ყველაფერი ხდებაო ანუ არაფერი არ არის მუდმივი ანუ ჩვენც არა ვართ მუდმივები ხდები და აი შეიძლება ადამიანმა ისეთი რამე შეცდომა დაუშვას რომ შეიძლება ვერ აპატიო მაგრამ ესე რომ ვიფიქროთ ახლა მაგალითად აი მე რო შენზე ვიფიქრო სელენა თელი ცხოვრება გამყვება და რაღაც ანუ შეიძლება შენ გამყვე თელი ცხოვრება მაგრამ ხანდახან შეიძლება რაღაც შეცდომები შენს დაუშვა მეც დაუშვა მიგდი რომ ანუ ამ შეცდომებში ახლა მე ნამდვილი მეგობრობა ის არის რომ ერთმანეთს ვაპატიოთ რაღაცეები ხო აი ახლა მაგალითად ახლა მართად მოყალი და რაღაცა ახლა მაგრამ პატიებია შეცდომები მაგრამ ანუ უნდა შეგვეძლოს პატიება არ ადამიანებს ერთმანეთს მეგობრობაში მაინც ხო და ის ხანდახან ახლა რავი 15 წლიანი და 20 წლიანი ურთიერთობები თავდება ხოლმე და აი მე ვამბობ სულ ხოლმე რომ სიყვარული და სიძულვილამდე არის ერთი ნაბიჯი მართლა გეუბნები ერთი ნაბიჯი არის აი ერთ ნაბიჯში შეგზიზღდება ადამიანი რომელიც გიყვარდა ოდესმე მე გავხსნია ეს გზნობა და ვიცი ვიღაცა მიწერს რომ ღმერთმა გაგაჩინათ ბიჭებად და ღმერთს უარყოფს თქვენ ანუ ღმერთს საერთოდ არ უარყოფს საყვარელო საქართველოში რო ვიყავი ანუ 9-ჯერ ვიყავი ეკლესიაში ანუ 9-ჯერ თუ რავი უფრო მეტჯერ და იქ არავის არაფერი არ უთქვიებ ჩემზე და 3 წელი ვიყავი სტიქაროსანი და 3 წელის განმავლობაში ვისმენდი ანუ სიმართლე გითხრა ყველაფერს რაც კი შეიძლება და ვიცი დღემდე და ხშირად როცა შემეძლება ხოლმე აქაც ეკლესიაში მივიდიოდი და სანთელს ვანთებ და შენ ღმერთისანი twin მოგცა უფლება რომ ლაპარაკობ ჯერაც ერთი ანუ ღმერთმა გითხრა რომ ლენკა ცოტა საკეთებს ანუ ღმერთმა ეს რქი ლენკა მიმატოვა რაღაცა ანუ რა შოუსად გამეკალა ანუ ერთხელ ის რა ქვია ღამის თევაზე ვიყავი ანუ ხო სტიქაროსანი ვიყავი და რაღაცა და ანუ წავედი ღამის თევიდან სახლში რა და მამაოსთან მოვდივარ მეორე დღეს გახარებული მამაო მიშვალა ის რა ქვია ჯვარი დავინახე ემაზე თქო ცაზე თქო დეძინებოდაო მე ღმერთის მწა მეგობრებს აპატიებ 15 წლენდობას რომ მაგას გააკეთებს დაო გამოსწორებადი რატომაც არა კაცო ანუ ხო მაგათ ჯერ აუქრება რა თქვენ მართლა ღმერთის სახელით ისაუბროთ თქვენ რა იცით
ღმერთი რას მოპატიობს და რას არა. ორი მოძვარი ყოლი. ანუ ამას ბიბლია გადაშლილი არა აქვს. აი რომ მოვკვდებით, ყველანი ნახავთ, ვისაც წავა შემოკარდებო და თქვენ ჩემი ცოდვების გამო არავინ პასუხს არ მოგთხოვთ, არც მე არ მომთხოვენ თქვენი ცოდვების გამო პასუხს. ამიტომ ნუ ნერვიულობ და ამშვიდით დაწნადით ჩემს გამო თქვენ არანაირად ჯოჯოხეთში. ამას ბიბლია გადაშლილი არა აქვს, ჩემზე წერენ და ანუ მომისმინეთ ან შემდეგი შემეთხრი ქალები იზბლოსნები უშნავთ. მოდი აქ. ნახოთ და გეკეთებია. შეხელი დაგქცევია ოჯახი. მთელი ფული შილაკებში და წამწამების დაგზელებაში წასულა. დაიმე პლუს ქმარზე უღალატია მიზმაკასა. ფუშენ ქალობას გაითხი დროზე იქეთ. ჩაგდეს ზუკნა. შემდეგი შემოუშვით. იგი ვინა ქალ რაუბედურება დღეს ბოზების ღია თუ ახლა დაწნა ყველა ბოზები? მოდი ქალო აქ. ეს რა არის ქალო? კვირა დღეს მაინც დეგესვენა გოგო. აგანე მაყურებელი ვინა? სიმონ. უი Sopiko! Sopiko, გოგო, მე ვარ მე! ვაიმე 60-ში მოვხვდი. ახლა დაანახა ჩემ თავი ჩემ დამპალბოს დანქალებს გასკდებოდნენ გულზე. ვაიმე, ვაიმე, გოიგი რა აია, გო? კი რატომ მოხვდი? კი მაგრამ ეს ჯოჯოხეთში მე კი არ ვიყავი, ბოზი ჩემი დანქალები ვიყავი, ბოზები მაგენი არ მოწყობ, მაგენის გამო ვიწვევ. გადაგანაშლელი ერთხელ მაინც. ქალო ბიბლია წაკითხული აქვს, მაგრამ ანუ ბიბლია არის არ ვამბობ, გოგო, იქ კომენტარებში. არა, ზოგადად ვიძახ, ბიბლია არის 9 მილიონჯერ გადაკეთებული, ვისაც ხელში ჩავარდებოდა, იქვე მიაწერდა რაღაცას. ვიღაცა შაქროს არ მოსწონდა რაღაცა, ეგრევე მიაწერდა, რომ ცოდვაო. რამდენი გიჟი მამაო ყოფილა და რამდენი შეშლილი ვიღაცაები ყოფილა. ეგ შეშლილმა ადამიანებმა თუ მოხდა ესე ფია, გააკრეს იესო ქრისტე ჯვარზე, ხალხო, თქვენში ხო არა გაქვს. დავითი, თქვენ ქალები ხართ თუ კაცებია? შვილის იქნებ ნებისმიერი რამ შენას გინდა დავით. ამილზე მომიტოს მიფედო შობიაო. რაო? არაფერი ისეთ დაიკიდე. მათე არ მოგწონს სიმართლის მოსმენა, მათე? მეგობრებო, ლონგს ველოდები, რატო არ დამერწყით? ლენა უნდა ლენკა უნდა გავხეთო გულზე. ვაიმე, მე მინდა ლომის დარტყმა. მეგობრებო, ოჯახის ქალი ვეთამაშები მსუბუქი ყოფაქცევის ქალს. გავხეთქოთ გულზე, მეგობრებო. გაგხეთქა ვეხა შენ გულზე დამპალა. კეტერა. ომოსექსუალი რას ნიშნავს? ომოსექსუალი ჩემო კარგო ნიშნავს კაცი, რომელსაც მოწონს კაცები და ასევე ქალები და ამავდროულად თვითონ არის ხან კაცი და ხან ქალი. ეგ ახალი სექსუალობა. გაორმაგება მეგობრებო, მოუგოთ. ჯერესკეთი მეგობრებო, მე არა ვარ ტრანსგენდერი ქალი. მე ვარ სოფლიოში ერთადერთი გენდერის წარმომადგენელი, რომელსაც ქვია ბოზგენდერი. და მეორე ლენკას უნდა შემოვიდეს, მაგრამ არა, ვერ მივიღებთ პარტიაში. უნდა დავარეგისტრო, დავაპატენტო, უნდა ბოზგენდერი. დაგირტყიო, მაგი რა აიეგო, მაგი რა თვითონ და ნამდვილი ლომი მინდა რომ მე დამერტყით ხალხა ლომი, გადამარტყით ლომი. ხალხა ღმერთი მიყვარს, ღმერთს პატივს ცემ, ანუ ნუ შემეცით ახლა ღმერთს ცემ პატივს და ღმერთის მწამს და ჩემი საქართველო და ჩემი
ქრისტიანობა მიყვარს უბრალოდ მე არ მწავს მამაოების რაც კიდე ავადმფახვი ჰიპნოზ ანუ არ ვლაპარაკობ ცუცე არც ქართველებზე არც ეკლესიაში რესპექტ პასკალ სათხარ ახლა სახლში სად უნდა ვიყო კი შეჩემა Fine, მე okay, okay. ნატურალი გოგო მეგონეო, სელენა შეხედე რას მრევს, ნატურალი ვარ, აბა ვარ. მადლობა. მეგობრებო, ვალა იქოთ, ანუ სელენას 84 აქვს და ჩვენ ან 10 რატო გვაქვს. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა. უფრო ანუ ირაკლება ლომიდან მადლობა გველუკა მადლობა თათა მეგობრებო ლომი გაიმეტეთ ფაშფაშა გოგოსთვის ოკეა მარცა 2 დღეა ვითხოვ რომ ლომი დამიტყას ვიცხა მეგობრებო სამ ორმა ადამიანმა კიდე დაარჩეს პატიოსანი ვარ ეს არ არის პატიოსანი მადლობა გენო მადლობა ლანა მე ვიმსახურებ პატიოსნობისთვის მეგობრებო ლომი დააფასეთ პატიოსნება მეგობრებო სელენა გვიგებს ხალხო ერთი ვარდი კიდე ერთი ვარდი მოვასწროთ ერთი ვარდი კიდე მოვასწროთ ერთი ვარდი ვაიმე ვერ მოვასწარეთ ვაიმეს ჩაქრა უყურეთ თუმცა გითხრათ ყველაფერი no messi აჰა აი მე ხვალ და ზეგ სამსახურში ვიქნები უი არა ამ დროს მოსული ვიქნები უკვე ლაივში ვიქნები დათხოვაში ინშალლა მესი შორიდან გვიყურა ჩემო ლამაზი ნოუსიადად ყლის გადარტყმა არ შეიძლება თუ ჩამოვედი მან ხო მამაშენს გადავარტყავ პირდაპირ ტუჩებზე დავალა იქოთ ანუ სელენა გვისწრებს ხალხო Привет, Ეკატერინე, ხო, კი, ორშაბათს. მეგობრებო. სად არის შენი მაღაზია? შენი მაღაზია სად არის? ნორთთან არის ახლოს. ანუ ჟეტე. ჟეტეში. იქ მაინც გნახავ, იქ მაინც დამპატიჟე. მოდი, ოღონდ ის რა ქვია? პატიოსნურად მოდი რომ არ იფიქრონ რომ ეს მოათხია მისი ბოზი და ქალი. პირველივე დღესზე არ მოვალკათ რამოდენიმე. ეგი არ გიყობოდა ბოზი, რა მისი ბოზი და ქალის მოათხია. მაკაცები ვართ მაგრამ საიმე. შოქში ვართ. ავა გეთმეკობრებო დამიწყით რაც ხარო მოუგოთ უცებ რაზე სელეო ანუ კონსულტანტი ხო ყველაფერს გავაკეთებ შეხო ნერვოზი ანუ ყველაფერი შედის აბსოლუტურად შეგნით ანუ გეტყვით რომ დავიწყებ მუშაობას ანუ ყველაფერი გადავიღებ შესუნების დროს ვიდეოს ტელეფონის დასადები სად არის? მაგრამ ფეხზე არა მაქვს. ანუ მაქვს ადვილად მელები რო არის თხელი ძილზე და დანაჭრის რო არის ბოტასე. ის რა ქვია მე ცოტა დიდი მაქვს და მაგის გამო კარგად გექნებოდა შენ. გოგო მაქვს მე ბოტასები და ისინი კი მაქვს ბლომად, მაგრამ აი მთელი დღე რო იდგე ფეხზე ეგეთი მინდა.
სად არის ხა დასადი? აა, გეტარ. მე მაინც სპორტული ფეხსაცმელი უნდა იყიდა. სპორტული არის, ხო, სპორტული, ოღონდ ნაჭრის არის. მივხვდი. პირდაპირ ამოიცნე, ხო, ძალიან მქონდა მე ეგეთი და ეგენი არის ძალიან კომფორტულები. მეგობრებო, დავალაიქოთ, ანუ 27 ადამიანი მიყურებს, ანუ მეგობრებო, დავალაიქოთ. გადამარტყით, რაც ხა. კი, კომფორტი მართლა მნიშვნელოვანი არის. თან ფეხსაცმელზე მე ფეხების შესიება ვიცი ხოლმე. შეშუპება. გოგო, მე რომ მაღალი ვარ, ის მაქვს პატარა ვენები, მაგ გამოსული, რა ქვია, მაგას წითლად რა ჩანს. მადლობა ლაიქებისთვის. მაგას აკრობე. ივლიტა მწერს აღწრას ბლოკი აქვს. ეგ ლანძღავდა ემასთან, ეგ რა ყვახი კიდე. აურა გამოიწერეთ მეგობრებო, ვისაც სურვილი გაქვთ სუნამოების შეძენის. იცუდაბერილი მაქვს იმით გაზით. მადლობა თათა. ვარიკოზია, მგონი, იმიტომ რომ მაღალი ვარ მე და ხშირად მიწევს ხოლმე ფეხსაცმელმა. ანუ რა პოზაში გიწევს გომა? გაშვებით მაშკაცებო, რა ვიაი. ჯიკაოთ მე და სელენა. მეგობრებო, მოუგოთ სელენას ერთხელ 4 ადამიანის მოუდება 4 ვარდი ვერ შევავსეთ. აბა ეხა მე დამირტყი და ხმას არ ამოვიღებ. მე ჩემოივან ლიტა. მედი, მაჩვენე რა საჩუქრებს ურტყავდი სელენას. საჩუქრებს რო გირტყავდი, ხო კარგი ვიყავი მაშინა და აბა ეხა მე დამირტყე. ლამაზი არა. უკაცრავად თორე და მისი სურვილით მე არასდროს არ ვაძალებდი. და ისე რა ქვია, საჩუქრს თუ მირტყავს, მას აღნიშნავს, რომ ვიღაც თავზე გადავაჯმევია. ოკეი, ეს არის ლაივებისთვის. აუ დათო ბერსტლი კინებს შენ ძალიან. საიდან მოგდის ეგალტრები დეკო? კარგად გიოშე როგორ ახარ? თუ გაგეცი უპასუხი. ბევრი ნაშა იყოს ჩვენელი ლამაზი საყვარელო, თუ ყვერები. მადლობა გიორგი. მეგობრებო, ლომი გაიმეტეთ ვინმე ოჯახის ქალისთვის. ლომი კი არა, ქალო ლაიქები ენანებათ ჩემთვის. ვაი მე ჩვენ არ ენანებათ. კარგად ჯაჟე როგორ ახარ ჩემო კარგო. მეგობრებო, ოჯახის ქალი დამასაპორტეთ. დავალაიქოთ. თვალის ლაზერული ეპილაცია. თვალის ლაზერული ეპილაცია, კი. მე შალა გოგო ვიდეოში და ოპერაციის მაგათ ეპილაცია. თქვი ვაი მე დედაია. ეპილაცია. მადლობა გენო. ვაი მე წავაგეთ ამჯერად. აი ეს რა წაგება არის ხა? აი მადლობა. მადლობა ჩემს. ანუ ეს რა არის? ანუ ორთებ ვისაც გაქვთ კოინები და არ დამირტყით, ხო დაგებლოკოთ ბარათები. ანუ ბარათებზე დაგედოთ ბლოკი. ვაიმე მადლობა დაი, რომ დამთავრდა თამაში, მერე გამომიგზავნა. მადლობა დაი ჟან. ვაიმე რა ფანტაზიები აქვს ამ ხალხს გიჟდები. აი ერთხელ კაშმიროს ეთამაშებოდა და დავამთავრე თამაში და ერთ ბაკო არის ჩემ მეგობარი ამერიკაში და თამაში რომ დავამთავრე პაუზის დროს გამომიგზავნა 2 ლომი. მართლა? ტრალი იყო და ერთზე დაეჭირა, ერთს გამიგზავნა და მეორეზე ხელი დაეჭირა. ხალხო დათვერით და შემოდი. მე ვთხარი გამაგებიე რომ დალევ მეთქი და გაჩავთავ ლაინს თქო. გიჟდები აღარ შემოსულა მაგის მერე. მეგობრებო დავალაიქოთ. გე
მეგობრებო, დამილაიქეთ. გოგო, სათვალეს რატო არ ატარებ? ახლოს ხედავ. არა, ახლოს არა, აი დამცავი რო იყოს, რო არ გეტკინოს თვალები, მაგ ოპერაციის შემდეგ უეჭველი გჭირდება. ეგ მაგას თვითონ მომცემენ დაო იქ. დასა, მადლობა ლაიქებისთვის, ქვენ, მადლობა ლაიქებისთვის, ეკუნა, მადლობა, სისო, მადლობა. სელე მოემზადე ბოლო წამზე ლომს გირწყამ გადაიღე ვიდეო. ზაქარია. სელე ლენკას უთხარი მოემზადოს ვიდეო გადაიღოს ბოლო წამზე ლომს ურტყამო ვიღაცამ დაწერა. აბა. აუ მოძურა შეხედე ვაიმე ესერი ვარ. კიდე ხალა. ვაიმე ხო მიყიდე დაი გამოვა. გოგო, მე აქ თუ გინდა მოგცა. დიდი რო ქონდა? არა, მეორე პატარა, მადლობა გოგო. კო დიდი გეიმეტე, კო ფულის მეტი რა გაქვს? აი ლომსი დამიტყან, ბოზიშვილი ვიყოთ ვარ გიყიდა. კო ლომსუ დამიტყავენ 900 ვიყიდი მეც. ლომსი დამიტყავენ გიყიდი დღესვე. მეგობრებო, ლომი მე დამიტყ, დაგე მეწავალ, სანაცაც ვიყიდი, კაი ფეხზეც ვიყიდი. წავალ კიდე ბურგერ კინგში ამოვსკდები. გასამაგება ირთობა ხალხო, ეხლა დაგვა 4 ადამიანისგან გვჭირდება 8, ესე ვქი 4 ადამიანისგან. ვაიმე ბოლო რა იყო რა არის მარჯვნივ ხო არა. კი, მიდი. ვაიმე ჩემო სიყვარულო, სასა მადლობა. ჯორჯ მადლობა ლანა, მადლობა ჟან. კიდე 2 მეგობრებო, კიდე 2 მოვასწროთ, ორი ვარდი სხვადასხვა ადამიანისგან, მადლობა ნანა. ვაიმე, ვერ შევავსat, ვაიმე. მადლობა გოგა. ბობო ეთამაშება ლენკას. და აპ შოთა იყეფე შოთა. აპ აყეფე. Queen, მადლობა Queen. მადლობა. ვაიმე შევღორე, აი რა არის გადადი იგეთ. მადლობა კვანცა. Queen, მადლობა. ლენკა შეიძლება შეეცა მაშ ლაივში. არ ყეფავს მაგიძაღლე? სელენას ძაღლის მაგირად სელენა ყეფავს თურმე. ამამ. გიჟდები, გუში მყავდა, ხო იცი ჩართული შოთა? ვაიმე ჩემი და მირეკოს. მე და ჩემი რეკავდა. მართლა რა ხდება, ხალა? ხენ ეწეც ბურგერ კინგი არის ყველაზე გემრიელი, აი ყველაზე გემრიელი ბურგერები აქვთ. ვერ შეიძლება ვერავი. კარტოფილი ხო ვაფშე საერთო გემრიელესი. სამაგი ჩიზბურგერი. ვაიმე, აბა რას გვირტყავენ სელენა? რა კამერ ჩართული მაქვს ვიდეო. ვაიმე, მეგობრებო, რას გვირტყავთ გო? გოლომი რატო არ დამირტყით? დეგებლოკოთ igen ნახე ბარათები TikTok-ზე ასე. გოგო მგონი მაგას რაუნებით ებლოკება და ლიმიტები აქვთ მართლა უკვე. კი, მე ჩემი სიტყვა ეგრევე რიბაშო ჭრის. და სელენა წად. ვაიმე რაფერ ელოდებოდა ლომს დემეც აგული მერვე ხელი მოგიგე. კაი წავით მე გადავურეკო და ჩემს რა უნდა ერთი და 900-ზე შემოვალ.